ეხლა მინდა როგორც შეგპირდით ვისაუბროთ ჭეშმარიტ სიყვარულზე და თან იმიტომ რომ დღეს ხო პატრიარქის დღე არის ჩემო ძვირფასებო და ვიზე თუ არა პატრიარქზე შეიძლება ვისაუბროთ როგორი სიყვარულის კაცია როგორი სიყვარული გვასწავლა აბა შეასრულა თუ არა მოდი ახლა ვიმშელოთ პატრიარქმა ღმერთის მცნებები მოდი თქვათ ჯერ ღმერთმა რა დაგვიტოვა ნახეთ ღმერთი ამბობს ასეთ რამეს სახარებაში რომ შენი მოაზრე რო გიყვარს აი მაგალითად ჭიათურელს რო ჭიათურელი თან ილიას მაგარი ჭიათურის გუნდი ყავდა ახლა ფეხბურთელის და სიტყვაზე თავის გუნდელები რო უყვარს ვინც კაი პასაკდიან კაი ფეხბურთს თამაშობენ და იმარჯვებენ ჭიათურელები ერთმანეთი რო უყვარდეთ მერენაო მასეო ცუდ ადამიანებსაც უყვართ ერთმანეთი აი სიტყვაზე დაავალეს ახლა პატრიარქზე რაღაც ცუდი თქვით რაღაცა ეკლესიაზე ცუდი თქვით ხო არიან ასეთი ადამიანები ჩასაფრებული და ოღონდ რაღაცა ჩირქი მოსწონ ეკლესიას ხო ისინი ერთად რო თათბირობენ აბა ეკლესიის წინააღმდეგ როგორ გაილაშქრონ იმათაც უყვართ ერთმანეთი იმიტომ რომ ეჯიბრებიან აბა ვინმე ცუდ სიტყვის და ვინმე ორიგინალურს მოიფიქრებს რომ ეკლესიას ავტორიტეტი როგორ შეულახოთ ერთმანეთი მაგათაც უყვართ ზოგი ერთმანეთს მაგრამ აი ღმერთმა ნახე როგორი დავალება მოგცა შენ ვინ ცუდად გექცევა ის შეიყვარეო შენ ვინც გირტყავს ხელი კი არ შეუბრუნო მეორე ლოყა მიუშვირეო შენ ვინც გაგხადა ტანსაცმელი ხო აი ეს კვართი გამხადა მე ავდგები და ამ ტანსაცმელსაც გავიხდი ქუცაც მოვიხდი ვეტყვი აჰა ესეც წაიღე სათვალე ხომ არ გინდა ესეც წაიღე ჩემო მეგობარო ღმერთმა შეგარგოს სიკეთე მოგცეს კი არ ვეუბნები რომ წაიღე და შხამად გერგოს და რაღაცა ხო არ მასწავლა ქრისტემ მე არ მეუნა სიყვარული დავლოცო ჩემო საყვარელო და თან ნახე ის რომ გამძარცვა იმან რომ მე ცუდი მომიგონა იმან რომ მე დამწყევლა მაგინა თუ ესე იგი რაღაცა მომიფიქრა ხო ცილი დამწამა რაღაცა ძალიან მწარე და ჩემ სახში ყველა განიცდის და ყველა ტირის ამის გამო მე მაინც ვლოცულობ მასზე და ვეუბნები ღმერთო შეუნდე იმიტომ რომ ჩემი გული სუფთა მე ხო ეს არ მე ხო შენ ხო იცი ღმერთო რომ მე სუფთა გულით გემსახურები და დიდება უფალს არ აუჭის მაგას ცუდი არ მოუწიო არაფერი აი მისეს მაგასაც კეთილი გული რომ ეგეც საფრთხოდ განეწყოს რომ ჩვენ ყველამ ერთად 64-ში დავიმკვიდროთ და ერთად ვადიდოთ უფალიო და ბოლოს ყველაზე მთავარი ჩემო ძვირფასებო რა არის ქრისტე რო ჯვარზე იყო და ჩვენი ცოდვების ტკიოდა იესო ქრისტეს ჯვარზე წარმოიდგინეთ მოულოდნელად თვალები მაღლა აღაპყრო და თქვა ღმერთო ამათ აპატიე ვინც ასე ცუდად მეკცევიანო რომ თავის ღმერთს რომ ასე ცუდად ეკცევიან ამის გამო ნუ დასჯიო გთხოვ შეუნდე და აპატიო აი რა ანდერძი დაგვიტოვა ქრისტე ეხლა ნახეთ ჩვენი პატრიარქი სიცოცხლეში როგორი მოღვაწე იყო რამდენი მთავრობა რამდენი საეკლესიო პირი რამდენი პოლიტიკური ფიგურა გამოდიოდა და ხმამაღლა ყველანაირი სიბინძურით ცდილობდა რომ ჩირქი მოეცხო ჩვენი უწმინდესი პატრიარქისთვის სადაც ჩვენ ბრაზდებოდით და პატრიარქი მშვიდად იტყო და სახელები ამომიწერეთ მაგათიო და ჩვენ მეტყოდით რა თქინდათ უწმინდესა რომ ვილოცო მაგათვისო და წავიდოდა ოთახში ჩაიკეტებოდა და ჩვენ გაოცებული ვჩებოდით გამოვიდა და მშვიდად პატრიარქი და დაბედნიერი სახით რომ ნალოცი მათზე და წარმოიდგინეთ გუშინ რა მოხდა ყველა ადიდებდა ყველა წმინდანად რაც ხავდა ყველა ამბობდა რომ ასეთი კაცი არ დაბადებულა ანუ ყველა სიყვარულით დაამარცხა წარმოიდგინეთ მე ახლა ერთი გამახსენდა თურმე ესე იგი ხო ხალხი დაღლილი იყო უკვე რა ამ ცილის წამებები და ამ შეურაცხყოფებით და რაღაცები და რაღაცა კადრებსო პატრიარქს არ აჩვენებდნენო ხო და იმდენად გაბრაზებულან საპატრიარქოში ეს დედები მამები აი ვინც პირადად უვლიან პატრიარქს რომ ასე უთქვამთ რომ
მოდიო ვაჩვენოთო რა ბოლო რა დაიღალა რა ეკლესიაო ბოლო გამკვეთოთო რა ესენი ეკლესიიდან გავანთავისუფლოთო უკვე ამოვიდა ყელში ამათი სიბინძურეო და მოკლედ შემოუსხნენ ეს 1-20 კაცი ჩაურთეს ეკრანზე და თერი ეს ლანძღვა გინება მოასმენინეს და პატრიარქი ტკბილად უყურებს თუ ეგონათ რომ ეხლა გამწარდება ადგება ანტირის დაიწყებს ანითხვის დაიჭირეთ ან გაუნკვეთოთ და თან ამათ უკვე მომზადებული აქვს თურმე ტექსტები რომ დაუკეთოთ უკვე დროა გაუკეთოთ დაუიღალეთ რაღაცა და უწმინდესმა დედაოს ანიშნა რომ ფურცელი და პასტა მოიტანიო ფურცელი და პასტა რა თქინდაო გაუკვირდი და სახელები ამომიწერე მაგათიო რომ მაგათის უნდა ვილო წარმოიდგინეთ რა სახტად დავრჩითო და მე ერთ დედაოს უთქვამს რომ ისაო დაიღალა ეკლესიაო თქვენო უწმინდესობაო ხომ არ გავანთავისუფლოთ ეს გაუშვათო იმიტომ რომ ხალხი შეწუხდა უკეო და ნახე რა უთქვამს რომ რაო ჩვენც ისე ხო არ მოიქცევით როგორც თვითონ იქცევაო რომ მან ჩვენ ყველაზე უარი თქვაო და ჩვენც ყველა უარს ხო არ ვიტყვითო მაგაზეო წარმოიდგინეთ რა თქვა რომ ჩვენ დაუტოვოთ გზა ბოლო გზა დაუტოვოთ რომ მოვიდეს იქნებ შენდობა თხეოსო და ეხა ჩემიდან ჩაირთო და გონი მარტო ხმა ისმის და კადრს ვერ ავთავდა. არა უშავს, კარგად ისმის ხმა ლექტორი. მე მინდა ნანამასწავლებელო თქვენ ჩაიბაროთ უხემწვანელო და ბავშვებს თავისი შთაბეჭდილებები ათქმევინოთ. აი გულში რა სიყვარული დაგვიტოვა ჩვენმა პატრიარქმა, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვები ჩვენი მოსწავლეები ვინც ამ გაკვეთილებს ისმენენ, აი მათ გულში რა ხდება. თუ მე გავეთიშე შენდობას ვითხოვ, იმიტომ ამოუწურეთ ეს ბოლო ვარიანტია, აქ მეტი ცოტა ვერ იჭერს კარგად რა. 1000 ადგილას წინჯეთ და აბა ნანამასწავლებელო თქვენი იმედით ვიქნებით. არ გითხრათ მასწავლებელო, კიდევ ერთხელ დიდი სიყვარულით მინდა ყველას მოგეფეროთ, ძალიან დიდი ესეთი გული ამიჩქარდა ცოტა როცა თხოვა ეხლა ლექსო მასწავლებელმა რომ ისეთ მნიშვნელოვან და ამაღელვებელ საკითხზე, რასაც ჩვენ პატრიარქზე საუბარი ქვია, არ არის მარტივი, მით უფრო ეხლა, თუმცა ძნელიც არ არის, იმიტომ რომ იმხელა სიყვარული, იმხელა არ ვიცი, საოცარი იმედიც კი დაგვიტოვა ამ ჩვენთვის ყველაზე წმინდა და ჩვენი დროის ერთ-ერთმა ბუმბერაზმა პიროვნებამ, რომ ალბათ ყველა ვხედავდით, თუ როგორ გაგვაერთიანა სრულიად საქართველო. სიყვარულში, რა სიყვარულით დატოვა თავად, მიყვარხართ. აი სულ ამას იძახდა და მოდი გულში ყველამ ერთად უთხრათ კიდევ ჩვენს პატრიარქს. მიყვარხარ პატრიარქო, მიყვარხარ უწმინდესო. მადლობა და მადლობა. დიახ, ნამდვილად ეკუთვნის მადლობა იმ დიდი სიყვარულისა, რაც ჩვენ ამ დღეების განმავლობაში ვიხილეთ. სრულიად საქართველო კიდევ ერთხელ გააერთიანა და ჩვენ ნახეთ თუ რა შეუძლია აი ამ დიდ სიყვარულს. და ზუსტად ვიცი რომ ვინც აქ ვართ ეხლა ჩვენ, ჩემო პატარებო, ჩემო კოლეგებო, სიყვარულს ვერ იტევდა გული და იმის მაგივრად რომ აი ბევრი ცრემლით დავუყარეთ რა თქმა უნდა, მაგრამ გლოვა დიდ სიყვარულად აქცია ამ ბუმბერაზმა ადამიანმა და მოდით კიდევ ერთხელ აი ის გრძნობა ის ამ 5 დღის განმავლობაში რა განცდებით, რა ფიქრებით, რა ემოციებით მოხვედით დღეს აი ამ გაკვეთილზე, მოდით ვისაუბროთ. ვინ იყო ჩვენთვის პატრიარქი და აუცილებლად ყველამ კიდევ ერთხელ უთხრათ, რომ ის ძალიან გვიყვარს, მიყვარხარ პატრიარქო. აბა ვის უნდა რომ თავისი ემოცია. აი პირველი ხელი ილია მაწია. ძალიან მოდი ილია რითი დავიწყებთ? სამადლობელით დავიწყებ და მე კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გითხრა შენ და მადლობა უთხრა შენს თანაკლასელებს და რატომ? როდესაც პატრიარქის გარდაცვალება სრულიად საქართველომ შეიტყო და მეორე დღეს სკოლაში მივედი, აი ეს ჩემი მეხუთე კლასელი გოგო ბიჭები, აი ეხლაც მეცრემლება,
მოდიოდნენ ჩემთან, გულზე თავს დამადებდნენ, ესე თავიანთი ნათელი თვალებით ამომხედავდნენ და მეუბნებოდნენ. გისამძიმრებთ ნანა მასწავლებელო. აი ესე განიცადეს და ესე მიიტანეს გულთან და ესეთი დიდი სიყვარულით მიიღეს აი ის გარდაცვალება ჩვენი პატრიარქისა და ერთმანეთს ვეხუტებოდით, ერთმანეთს უსამძიმრებდით, მაგრამ აი სულ ვფიქრობ ეს დღეები დიდი ტკივილი არის, რა თქმა უნდა, რომ ამ წუთის სოფელში აღარ გვყავს, მაგრამ ზეციური საქართველოდან ზუსტად ვიცით და ეჭვიც არ გვეპარება ამაში, რომ უკვე გლოცავს ჩვენი პატრიარქი და იქ კიდევ უფრო მეტად გააძლიერებს, გაამთლიანებს, გააერთიანებს ჩვენს კურთხეულ დედა საქართველოს. მადლობა ამისათვის, ილია. საღამო მშვიდობისა, მათე, მოგეფერები დიდი სიყვარულით. ილია, აბა გისმენ, რა სიტყვი ჩვენ პატრიარქზე? პირველ რიგში მადლობა პატრიარქს, რომ ასე სიყვარულით გაგვიუსო გულები. მან თითქმის ნახევარ საუკუნეში იმდენი რამე გვასწავლა და დათესა ჩვენში სიყვარული და თან ჩვენთვის ყოველთვის ლოცულობდა. იმედი მაქვს ზევიდანაც ილოცებს ჩვენთვის და პატრიარქი ჩვენთვის ძალიან დიდი ადამიანი იყო. მე ძალიან კარგად გრძნობდი, როცა პატრიარქი ცოცხალი იყო და მადლობას ვუხდი, რომ ასეთი კარგი პატრიარქი იყო. შემოგევლე. ხო მიცი, ილია, ჩვენი უწმინდესი და უნეტარესი, ჩვენი სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, ეხლა ზეციურ საქართველოში დაბრძანდა, ჩვენს დიდ წმინდანების გვერდით არის და აი ყველანი ერთად კიდევ უფრო გააძლიერებენ ლოცვას ჩვენი საქართველოსთვის და კიდევ უფრო უკეთესი ხვალინდელი დღე გვექნება. აი თქვენ კი ჩვენი ვალდებულება კი რა არის? ნახე, აი რა შეგვიძლია კიდევ აი თუნდაც ამ გადმოსახედიდან გავაკეთოთ პატრიარქისთვის. ილია, ხომ არ გიფიქრია ამაზე? ჩვენ რა შეგვიძლია რომ ეხლა აი ამის შემდეგ კიდევ მუდმივად ვაკეთებდეთ იმას, რაც გულს გაუხარებს პატრიარქს იმ ზეციურ საქართველოში. მას პატრიარქი ყოველთვის ამბობდა გავანთლიანოთ საქართველო და ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ გავანთლიანოთ საქართველო და სიყვარული იყოს ჩვენ საქართველოში. დიახ, აი მიყვარხართო სულ გვეძახდა და თუ კი ჩვენ ერთმანეთი გვეყვარება, თუ კი სულ ჩავიხუტებთ გულში ერთმანეთს, თუ კი იქნება სიყვარული, აი სწორედ ეს უდოდა და აი რამდენი აი საოცარი სიტყვები დაგვიტოვა ბავშვებო პატრიარქმა, რამდენი დარიგება დაგვიტოვა და სწორედ აი მისი ამ ცნებებით თუ ვიცხოვრებთ, აი ნამდვილად უკვდავყოფთ მის სახელს. მადლობა, ილია. მათე, გისმენ მათე, აბა რას გვეტყვით ჩვენს პატრიარქს? პირველ რიგში სრულიად საქართველოს უსამძიმრებ ჩვენი უწმინდესი ადამიანის გარდაცვალებას და მე მინდა ვთქვა, რომ ის იყო ძალიან უწმინდესი ადამიანი, ჩვენს მთლიან საქართველოს ლოცულობდა და ამბობდა, რომ ყველა მიყვარსო და გავაერთიანოთ საქართველო, ანუ ჩვენ ერთმანეთიო დავიცვათო, არა კი ყოველ წამწუთს ერთმანეთი ვკლათ და რამე ვავნოთო და გავაბრაზოთ რა. პირიქით ამბობდა, რომ საქართველო გავაერთიანოთ და ერთმანეთს გული არ ვატკინოთო, თორე გულის ტკენაო ძალიან ადვილი არისო, ხოლო ანუ გახარებაო ძალიან ძნელია ზოგიერთი ადამიანებისთვისო. შემოგევლე, მათე, აი მახარებს, რომ ჩვენი გუნდის წევრი ხარ და ერთი დიდი სურვილი მაქვს, რომ სულ მალე გულში ჩაგიკრათ და აი ეს სიყვარული კიდევ უფრო მეტად გავაძლიეროთ. დიახ, საოცარი პატრიარქი გვყავდა და გვყავს, არასოდეს არ ვიტყვით, რომ არ გვყავს, რადგან ის მუდამ ჩვენთან დაგლოცავს და აუცილებლად დაგლოცავს და სულ ჩვენთან არის ჩვენი პატრიარქი. სანამ სხვა კიდევ სურვილი გაუჩნდება სხვასაც, რომ თავისი სათქმელი გვითხრას ჩვენს უწმინდესზე.
მინდა ერთი პატარა ფრაზა გითხრათ ბავშვებო. პატრიარქი იხსენებს თავის ბავშვობას და ესეთ რამეს ამბობს, რომ აი თავის ბავშვობის დიახ, მას ეგ მოხსენილი მაქვს, თვითონ მომყვა მას ეგ ვიდეო, რომ პატრიარქი ეხსენებდა თავის ბავშვობას, მას როგორ მასწავლებლებსა და მასწავლებლებს რომ მიმართა ბავშვებიო, ბავშვების ორიანები არ დაუწეროთა და ასე. დიახ, ეს მასწავლებლების დაგვიტოვა ანდერძად, რომ ორიანი არ დაუწეროთ ბავშვებსო და ზუსტად საერთოდ ნიშანი არ უნდა იწერებოდეს, ჩემი დამოკიდებულება იციან ჩემმა მოსწავლეებმა, რომ ყველაზე მეტად რაც ეჯავრება ნანა მასწავლებელს არის ნიშნები და არასოდეს ბედნიერი ვარ, რომ არ მიწევს ბავშვებო ნიშნების წერა და აი თავად პატრიარქიც ამბობს ამას, იმიტომ რომ ყველა ადამიანი ინდივიდია, ყველა თავისი უნიკალური შესაძლებლობებით, გონებრივი თუ ფიზიკური შესაძლებლობებით და როცა ბავშვს თუ კი არ შეუძლია ეხლა იმაზე მეტი რასაც აკეთებს, რატომ უნდა დაუწეროთ ხო თუნდაც ის ორიანი და თუნდაც ის დაბალი ნიშანი და სწორედ ამას გთხოვს ჩვენი პატრიარქიც და იმეც ვიტოვებ, რომ სრულიად საქართველოს მასწავლებლები პატრიარქის ამ დანაბარებს გაითავისებს და ბავშვს აი მორიანით გულს არ ადგენს პირიქით. სტიმულს მიცემს და მოტივაციას იმისას, რომ არც თქვენ არ უნდა მიცეთ ბავშვებმა იმის საშუალება მასწავლებლებს, მარტო ჩვენ ხო არ გითხრა, რომ ეს არ არის ის, რომ მარტო ჩვენ გითხრა ორიანი არ დაწეროთო. ეს თქვენც გითხრათ, რომ ისე უნდა ისწავლოთ, რომ მასწავლებლებს არ მიცეთ იმის უხერხულობა, რომ იძულებული იყოს დაბალი ნიშანი დაწეროს, როცა სხვა გამოსავალი არ აქვთ, ხო? ხო ასეა ლალი მასწავლებელო. ასე რომ მარტო ჩვენ კი არა, თქვენც კარგად უნდა ისწავლოთ. ალბათ ამის თქმაც უნდა და პატრიარქს ყველა ბავშვმა, რომ მასწავლებლებს არ ქონდეს იმის რაღაც უხერხულობა, რომ აი აბავშვ, თუმცა ორიანი მაინც არ უნდა დავწეროთ მასწავლებლებმა. მადლობა პატრიარქს, რომ აი გვითხრა. კი ბატონო, გეთანხმებით თანამასწავლებელო, ყველა ბავშვმა აიტაცა ეს და მოკლედ ამ კვირაში ახლა მე ისედაც არ მიყვარს ორების წერა, ძალიან მოფრთხილდები, აი უკვე რამდენი წელია. მე დღეს კი არა, როდესაც გამოაცხადა პატრიარქმა იქედან, ვცდილობ რომ არ დავწეროს დაბალი ნიშანი, თუმცა ზოგჯერ მიწევს ხოლმე ცოტა კამათი რაღაცა და ეხლა მე თუმცა ეს ჟურნალში წასვლა ცოტა ადვილია უფრო დაუწერ ხოლმე და დავანახე ბავშვს და მე უცბად წავშლი ხოლმე და იმას ესე იქავე ჩემთვის გასაბრაზებლად ხოლმე რომ აი ესეთნაირად უპასუხისმგებლოდ მოდის ხოლმე ბავშვი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მაინც ბავშვებმაც ეს არ უნდა გვიფრიალო ყოველ წუთში გავსი განცხადებები და არა, თუმცა აქ აი მაგას ამბობ, ბავშვებსაც აქვთ გარკვეული პასუხისმგებლობა, ჩემო პატარებო, დიდებო. აი თქვენი პასუხისმგებლობაც არის, აი თქვენი საქმე რა არის. აბა ჩემ მოსწავლეებს მაინც მინდა გამახსენო, რას ეუბნება ხოლმე ნანა მასწავლებელი, რისთვის ვსწავლობთ და ვისთვის ვსწავლობთ. იმისთვის, რომ მასწავლებელმა ცუდი ნიშანი არ დაგვიწეროს, იმისთვის, რომ დედიკო გავახართ, როგორ არა დედიკოს უნდა გავახართ, მაგრამ თავარი და მნიშვნელოვანი, რატომ უნდა ვისწავლოთ? აბა მითხარით, გამახსენეთ, დამავიწყდა ილია. დავით, ანა მარია. სწავლობთ. დიახ, ანა მარია, ეს თქვენ გჭირდებათ, რომ ხვალინდელი დღე უკეთესი გქონდეთ და მომავალში გამოგვადგებათ. აბა რა, თუ მასწავლებელი გეუბნებათ, რომ ეს უნდა ისწავლოთ, თქვენთვის გეუბნებათ ამათ და სწორედ ამას გვეუბნებოდა ჩვენი პატრიარქიც. ორიანის დაწერა, ახლა ორიანი ცოტა ისეთი პირობითად თქვა ალბათ პატრიარქმა, რომ ორიანი არ დაწეროთ, ამაში იმხელა სიბრძნეა ბავშვებო ჩადებული. ამით თქვენ გითხართ, რომ კარგად ისწავლეთ, რომ აი ამის ამ სიტუაციაში ამის უხერხულობა არ მისცეთ მასწავლებლებს და აბა თქვენ იცით, დიახ, უნდა კარგად ისწავლოთ. და მე ხლა ერთ პატარა ფრაზას წაგიკითხავთ, გავიხსენე პატრიარქის მოგონებიდან, თუ როგორ ზრდიდნენ მას მშობლები. და ბავშვობას იხსენებს, რომ ყოველ საღამოს ძილის წინ მამაჩემიო ხატების წინ დაგვაყენებდა და
ლოცვებს წაგვაკითხებდა ხოლმეო და ზოგ ლოცვებს გვიკითხავდა ხოლმე თავად და ზოგ ლოცვას თავად უგთხოვდა რომ ჩვენ წაგვეკითხა. განსაკუთრებით 90 ფსალმოს ათქმევინებდა ხოლმე თავის შვილებს. შემდეგ ნანამს დიახ, ოდიშიც რომ ვაწყვეტინებთ სიტყვას მას, ახლა ჩემ კლასელთან ვარ მას დაბადების დღეზე და წავალ სახლში გადავალ და შემოგერთნებით აუცილებლად. ой, შემოგევლი. კარგი, მათე. იმედია მოგვისწრებ, ხო? დიახ, მას 5 კარგი. წუთის საძრას მას და უცბად გადა. შემოგევლი. კარგი, მათე, თუ კი ასია საჭირო, გაიქეცი. ნახავს. კარგად. შემდეგ 90 ფსალმოს აუცილებლად ჩვენ გვათქმევინებდაო, ნაკურთხ წყალს გვასხურებდა და ისე გაგვიშვებდა ხოლმე დასაძინებლადო. აი წარმოიდგინეთ როგორ ოჯახში დაიბადა და იზრდებოდა ჩვენი პატრიარქი და ალბათ სწორედ აქედან ამან განაპირობა ის რომ საბოლოოდ მასში იმდენად დიდი იყო უფლისრწმენა რომ ჯერ ბერად აღიკვეცა და შემდეგ უკვე საქართველოს პატრიარქი გახდა. ჩვენ აქ სულ გვეუბნება ხოლმე ჩვენი ლექსო მასწავლებელი ლოცვის შესახებ, ხო? რომ მართალია შეიძლება ვერ წაგვიკითხონ ოჯახის წევრებმა ლოცვები, ვერც 90 ფსალმონი წავიკითხოთ, ვერ ვთქვათ, ასე ვთქვათ, ზეპირად, მაგრამ აი ეს პატარა ლოცვები ძილის წინ, გაღვიძების დროს, აი ახლა ვიცით როგორი აღდგომის საოცარი დღეები არის, აღდგომისთვის ვემზადებით და მარხვის საოცარი დღეებია და აი კიდევ ერთხელ აი თუ როგორ დიდია და მადლის მომცემი ლოცვის ძალა, აი სწორედ აი ეს მინდოდა და ერთი ის ქონდა კიდევ ჩვევა ნახეთ პატრიარქს რომ ყოველ როცა ლოცვას დაამთავრებდაო ყოველთა წმინდათა ქართველთა ხატის წინ მუხლზე მუხლი აი მუხსო იმდენჯერ მოიყრიდა რამდენი წმინდანიც არის გამოხატული აი ამ ნახატზეო ალბათ გინახავთ ამ ხატზე ალბათ გინახავთ საქართველოს დიდება რომ არის ხატი აი სვეტი ცხოველი რომ ეს არის აღმართული როგორ აი რომ არსებობს ბავშვებო ესეთი როცა სვეტი ვერ წამომართეს სვეტი ცხოვლის შენების დროს და თავად ლოცვის ძალით როგორ აღიმართა ეს სვეტი და აი ამ საქართველოს დიდება დაარქვეს აი ამ წმინდანი მოსლოცვით როგორ აღიმართა ეს სვეტი და როგორ აღიმართა ეს სვეტი და მე თავის ადგილას როგორ დადგა და მე როგორ და სწორედ აი ამ და შემდეგ იქ აშენდა სწორედ აი ეს სვეტი ცხოველი და ამიტომაც ქვია სვეტი ცხოველი და სვეტი ცხოველში აკურთხეს ჩვენი პატრიარქი პატრიარქად ასე ვთქვათ და წარმოიდგინე აი ამ ქართველ წმინდანებს სულ მალე ჩვენი პატრიარქიც შეუერთდება ეჭვიც არ გვეპარება რომ აი სწორედ ამ დასში არის და მათთან ერთად ილოცებს ჩვენი საქართველოს ხვალინდელი უკეთესი დღისთვის. აი ეს იმედი რაღაც საოცარი შვება გულში რომ ჩვენი ხვალინდელი დღე პატრიარქის ლოცვა კურთხევა იქედან რომ მოგვეწევა და უფრო მეტად გავძლიერდებით ალბათ სწორედ ეს არის რომ იქ რომ ვიდექით ღიმილიც კი ვქონდა სახეზე და რაღაც ბედნიერების განცდაც კი ქონდა ის სულ მიკურდა რატო იქონდა შინაგანი სიმშვიდეს შინაგანი რაღაც ამას ყველა ამბობდა ბავშვებო და ალბათ სწორედ ეს იყო ის დიდი სიხარული იმისა რომ სწორედ ზეციური საქართველოდან კიდევ უფრო გააძლიერებს და გაამთლიანებს ჩვენ საქართველოს ამასობაში მეგონა რომ კიდევ ხელი იქნებოდა აწეული აბა ძალიან გთხოვთ თქვენი პატარა სათქმელი გვითხრათ ბავშვებო ალბათ ის არის შემანამასწავლებელო ბავშვებმა რომ როდესაც ჩამობძანა ჩვენი პატრიარქი და ასე ვთქვათ მადლობა ნინო მასწავლებელო
ხო, მაშინ იმ დროისათვის ჩვენს პატრიარქს სტიქაროსანის კი არ ყავდა ბავშვები, რომ სტიქაროსანი ყოლოდა. იმდენად ათეიზმი ბატონობდა ჩვენს ქვეყანაში, იმდენად ისეთი ის იყო მიუღებელი იყო ეს ლოცვები და ისინი და აი ერთ წელიწადში იმდენი მრევლი ყავდა ჩვენს პატრიარქს უკვე იმდენი რომ ტაძარი უკვე ვერ იტევდა ხოლმე მრევლს და აი ასეთი საოცარი ის ქონდა მოსვლის დღიდან აი ამ პიროვნებას, მისი კურთხევის დღიდან და ესე ყველანაირი ის ქონდა აი ამ პიროვნებას სითბო, სიყვარული მრევლისგან, საზოგადოებისგან, რაღაც განსაკუთრებული ხევli. აი თვითონ თუ დააკვირდებით მის ნებისმიერ ფოტოს ბავშვებო, რა გურ გვიყურებს, სასწაული გამოხედვა აქვს, სახიბლი აქვს, თითქოს მზებრწყინავს მის თვალებში და ასეთი გაბწყინებული მზერით შეაყვარა თავისით ამ მთელს სრულიად საქართველოს. ეს არ ვიცი. საქართველოს კი არა, მსოფლიოს ბავშვებო, მას უწოდებენ მსოფლიო პატრიარქს და არა მარტო ჩვენი ქვეყნის პატრიარქს, ასეთი საოცარი ადამიანი იყო და ალბათ მართლა იმ წინაპრების გვერდით იქნება და ზეციური საქართველოსთან, ასე ვთქვათ, ილოცებს ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ქვეყნის გამთლიანებისათვის და თქვენი კარგი მომავლისათვის, ჩემო საყვარლებო და ჩემო პატარებო, იმიტომ რომ ყველას გულში იხუტებდა, განსაკუთრებით პატარები უყვარდა ძალიან და აი ამიტომაც გვითხრა, რომ ბავშვები არ გაანაწყენათო და ორები არ დაუწერეთო ჩემო საყვარლებო და თქვენს სხვადასხვა აბა ის მეორე ისიც მოისმინეთ, როგორ საუბრობს უფროსებს, როგორ ესაუბრება, როგორი უნდა იყოს მოსწავლეც, როგორი უნდა იყოს სტუდენტი, როგორი უნდა იყოს, უნდა ჰქონდეს განსჯის უნარი, მსჯელობის უნარი უნდა ჰქონდეს, როგორ უნდა საუბრობდეს და უნდა არჩევდეს სამართლიანი უნდა იყოს. ყველაზე მთავარი არის ჩვენში სამართლიანობა და აი სამართლიანობის მიღება და მე ყველაფერი დანარჩენი იქნება და აი იმის როგორც ლექსომასწავლებელი ამბობს, უნდა ამოიღოთ თითოეულმა ჩვენგანმა ეს შხამიანი ისრები ჩვენი გულიდან და სითბო და სიყვარული უნდა შემოვიტანოთ ჩვენს გულში და გვიყვარდეს ერთმანეთი. საბოლოოდ ხო, აი მიყვარხარ საქართველო, მიყვარხარ, ეს იყო სულის შემძვრელი ბავშვებო, ეს იყო მისი ყველაზე საოცარი ნათქვამი ჯერ და აი ამით მართლა გააერთიანა საქართველო და დღეს დააკვირდებით ტელევიზიაში, მადლობა პატრიარქო, გვიყვარხარ საქართველო, ყველა ესეთი რეკლამები გადის, ეს ალბათ ის კიდე საუკუნე დაჭირდება ამას, რომ ეს ისე იქნება ყოველთვის ჩვენს ტელევიზიებში და აი ჩვენს გულებში იქნება ეს პიროვნება. მოდი რატომ იქნება, მოდი ბარემ ლალი მასწავლებელო ამაზეც ვისაუბროთ. მოდი გავიხსენოთ ის დიდი ღვაწლი, რაც თითქმის ნახევარსაუკუნოვანი პატრიარქობის პერიოდში მან საქართველოსთვის და ქართველი ერისთვის გააკეთა. ხომ არ გაიხსენებთ ბავშვებო იმ მნიშვნელოვან და ჩვენი ქვეყნისთვის ღირებულ ღვაწლმოსილ საქმეს, რაც პატრიარქმა ჩვენი ერისთვის ასე მნიშვნელოვანწილად შეძლო და გააკეთა. აბა ხომ არ გაიხსენებთ? მის ირის გასამრავლებლად ბავშვებო, პირველ რიგში აბა ირის გასამრავლებლად რა გააკეთა პატრიარქმა? ყოველი მესამის ნათლობა გადაწყვეტა. მათ ჩემს ნათლობებს ბევრი შვილი რომ ნათლია ყოფილიყო და მის ოჯახსაც ესე ელოცა და ძალიან ბევრი საქმე აქვს პატრიარქს გაკეთებული და ამის ჩამოცვლა დიდ დროს აი არ ვიცი, ბევრი საქმეა, ალბათ დიდი წვლილი შეიტანა საქართველოს ასიაშენებისთვის, ჯერ მარტო ტაძრებისთვის, საბჭოთა კავშირის უამრავი ტაძარი, დიახ. ძალიან დიდი ავტორი ხედავდით ელენე სამწუხაროდ შენი ხმა წყდება, სადღაც მხოლოდ პატარა სიტყვები მოდის და მოდი ელენეს სათქმელს მე გავაჟღერებ. დიახ, ელენემ ასეთი რამე თქვა, რომ ალბათ დღეს რომ დავიწყოთ, ვერ მოვრჩებით იმ ბევრი და მნიშვნელოვანი საქმეების შესახებ საუბარს, რაც პატრიარქმა თავის მოღვაწეობის მანძილზე ჩვენი ქვეყნისთვის გააკეთა. მოდი რამოდენიმე მათგანის შესახებ გავამახვილებ ყურადღებას ბავშვებო თქვენის ნებართვით. ეს არის ის, რომ მან დაარსა სასულიერო სემინარია და აკადემია თბილისში, გელათის აკადემიაც კი აღადგინა, გაიხსნა ძალიან ბევრი სასულიერო გიმნაზიები და სასწავლებლები
უნივერსიტეტებშიც კი საღვთისმეტყველო კათედრები დააარსა. ყველაზე მნიშვნელოვანი ალბათ ის არის ჩვენთვის ქართველებისთვის, რომ მან თანამედროვე ქართულ ენაზე გამოსცა ბიბლია და დღეს ალბათ ოჯახი არ არის მართლმადიდებლური ოჯახი, სადაც ქართულ ენაზე გამოცემული ბიბლია არ აქვს. ძალიან ბევრი ჟურნალ-გაზეთებიც გამოიცა, აი საპატრიარქოს უწყებანი იყო, საეკლესიო კალენდრები, მნიშვნელოვანი საღვთისმეტყველო იყო ასეთი ჟურნალი იყო ხოლმე ასეთი ეკლესია მონასტრები აღადგინა ბავშვებო უამრავი ეკლესია მონასტერში ლოცვა არ მიმდინარეობდა და მხოლოდ 40 ეპარქია იყო და 50 ეკლესია იყო მოქმედი, როდესაც ჩამობრძანდა და თითქმის არც ერთი კუთხე არ დარჩა საქართველოში, რომ სოფელი მოქმედი ტაძარი არ იყოს, მსგავსი რამე არ არსებობს მთელ საქართველოში და ეს იყო ელენე მისაუბრა ამის შესახებ, რომ აი სწორედ მისი უდიდესი ღვაწლი იყო ამაში, რომ აღადგინა და ყველგან წირვალოცვა მიმდინარეობს საქართველოს ყველა კუთხე კუნჭულში შეიძლება ითქვას ხმამაღლა. აი საპატრიარქოს ტელევიზია ალბათ ერთსულოვნება ხსმენიათ და სწორედ ეს დაარსა პატრიარქმა და ასევე რადიო ივერია. არის ბავშვებო ობოლ ბავშვთა სახლები გახსნა, იცით? სადაც აი მზრუნველობა მოკლებულ ბავშვებს მფარველობენ და დედობას და მამობას უწევენ ჩვენი ეკლესიის მსახურები და როგორც 800-მდე ეკლესია ცოტა ხომ არ არის ბავშვებო. აი 40-მდე ეკლესია იყო და დღეს 800-მდე ეკლესია არის ასე ვთქვათ მოქმედი ეს 200-ზე მეტი ახლა დაშენებულია ნანამასწავლებელ 200-ზე მეტი ახლა დაშენებული ახლა დააშენებულია ხო მოხატვა ეს ერთი ჩემს სოფელში ჩემს სოფლის ცენტრშია აშენებული ტაძარი ეს არ ვიცი ძალიან დიდი მიღწევა იყო და ბატონი არ ვიცი მოსმენთ თუ არა ჩვენი ბატონი ჯუმბერ-კოპალიანი საუბრობდა როდესაც ჩვენი ტაძარი აღადგინა ასე ვთქვათ მოქმედი გახდა ჩვენი სიონი და მაშინ დამიბარავ მივედი და მითხრა მომილოცაო და მითხრა შენც მომილოცეო ჩემი სნოც ახლა აღვადგინე ჩვენი სნო თავის სოფლის სოფელში ტაძარი და ჩვენი სიონი ერთდროულად გახდა მოქმედი და დაიწყო იქ წირვალოცვის ჩატარება თორემ მანამდე თითქმის 9 საუკუნეზე მეტი არ ტარდებოდა არც ჩვენთან და არც იქ თორმე ეს წირვალოცვები და ეს ამ ყველაფერს ძალიან დიდი ძალა და ძალიან დიდი ენერგია და უფლის ნება და ნებასურვილით არის ხდებოდა ეს ყველაფერი და ალბათ ეს უნდა აღვნიშნოთ აუცილებლად ლალი მასწავლებელო რომ ძალიან შემოქმედი ადამიანი იყო დაწერა ულამაზესი საგალობლები რომლებიც ყველა მოქმედ ტაძარში იგალობება მგალობლების მიერ წერდა ხატმწერი იყო და ხატია წერდა საოცარი ხატები აი მისი სამება განსაკუთრებით ჩემთვის გამორჩეული ხატია და მიყვარს ძალიან პატრიარქის დაწერილი სამება და რა ვიცი რომელი ერთი შეიძლება აი ამასობაში ლუკა ქორიძის ხელი დავინახე ლუკა გისმენ ჩემო კარგო სათქმელი აქვს აი იმის თქმა მინდოდა იმ დროს წეღარო თქვით რომ რა მოიმოქმედაო იმის რომ ხალხი გამრავლებულიყო და ადრე მას გაჭირვება რომ იყო ერთი ან მაქსიმუმ 2 შვილძემეს არ არაჩედნენ და პატრიარქმა მოიგონა რომ ყოველ მესამეს და მესამე შვილის შემდეგ ბავშვებს მე თვითონ მოუნათლავო და ეგ დააწესა და იმის მერე ყოველ მესამე ბავშვს თვითონ ათლავდა. დიახ და აი ბოლო 60,000-მდე ნათლული ჰყავს როგორც ვიცი ხომ ასია 50,000-ზე მეტიოდა სავარაუდოდ იქნება 60,000-მდე კი და არა ვიცი და მოუდიდესი მადლი მიიღო ამით საქართველომ და დემოგრაფიული პრობლემა საკმაოდ გაძლიერდა ასე ვთქვათ რადგან დღეს საქართველოს ყავს ცოტა ხომ არ არის მესამე შვილი მესამე და
მეტი 60,000-მდე პატარა პატრიარქის ნათლული ყავს დღეს და როგორი ამაღელვებელი იყო ბავშვებო თეთრი ვარდებით, როგორ მიახლდნენ და როგორ მოეფერენ თავიანთ ნათლიას. აბა კიდევ მისი მონათლულია მას მესამე ბავშვი. როგორ? ჩემი ბიძაშვილიც მისი მონათლულია. აქ ხომ არ აქვს პატრიარქის ნათლულები, აბა დაგვენახონ. აქ არ არის. მე არ ვარ. არა, საერთოდ ისე ხომ არ არის მეფე პატრიარქის ნათლული ჩვენთან. მას მე არა ვარ. აი ასეთი დიდი 8 წლი ამხელა სიყვარული დატოვა ჩვენმა პატრიარქმა ჩვენს გულებში და მადლობა უფალს რომ სწორედ იმ საუკუნეში იმ წუთი სოფელში მოგვიწია ცხოვრება ხაშ ირმა კაპანაძე ჩემი მართა მაგრამ ამ წუთად აქ არ არის როცა ეს დიდი პიროვნება მოღვაწეობდა და ის იმ ისტორიული კადრების მოწმენი გავხდით ამ 5 დღის განმავლობაში რომელიც ისტორიაში ძალიან ლამაზად ჩაიწერება მართლა ოქროს ასოებით რომ მიტყვიან და ამ ყველაფრის თანამხილველები ჩვენ ვიყავით და მოზიარენი. ილია გისმენ, აბა რისი თქმა გვინდა? მას ბიბლიაც პატრიარქის კურთხევით არის ქართულად გადათარგმნილი. დიახ, წეღავ თქვით რომ ყველა ოჯახში დღეს დევს ქართულად ნათარგმნი ბიბლია და სწორედ ეს ჩვენი პატრიარქის უდიდესი დამსახურება არის. დიახ. ნანამასწავლებელო მგონი გითხარით თქვენ თუ არა არ ვიცი 80 წელში თბილისში ვიყავი სტუდენტობის პერიოდში და სიონში და იყო ხოლმე თქვენ პატრიარქი და დავდიოდით ხოლმე და ჩემი დიასახლისის გოგონები რა იქ სადაც ცხოვრობდით ქირით ცხოვრობდით და აი იმდენად ის ვიყავი პირჯვრის წერა არ ვიცოდი თურმე მეგონა რომ ვიცოდი და არ ვიცოდი და მე რომ გავაკეთეთ კოლდო რომ გამოიარა მაშინ ვიღაცამ ხელი დამიჭირა და ესე პირჯვარი გადამაწერინა სწორად და მე პატრიარქი იყო თავად პატრიარქი იყო და ის იმდენ ხელა მე სულ ისე იმად ვიხსენებენ ალბათ ის იყო მეთქი ჩემთვის ის აუცილებელი რომ ეს გზა უნდა გამევლო და იმიტომ აი ასე უნდა მოსულიყავი ალბათ ეს იყო ჩემი ასე ვთქვათ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი და სხვათა შორის ჩემი ოჯახის წევრები და ისინი მამაჩემ ძალიან წინააღმდეგი იყო რომ მე ტაძარში წავსულიყავი აი ესეთი ის ქონდა ხოლმე და ჩვენთან ისეთი ცუდი მდგომარეობა იყო ხოლმე სამება გვაქვს მობრძანდები გაჩვენებს ზემოთ მთაზე დგას ის სამება და განათლებიდან ჩამოდიოდნენ ხოლმე დგებოდნენ იქ თუ რომელიმე ბავშვი გაბედავდა წავიდოდა თავის დამრიგებლიანად ერთი ამბავი იყო ხოლმე თან ისინი იყვნენ ხოლმე აზერები იყვნენ ხოლმე ძირითადად ისინი დგებოდნენ ხოლმე რომ არ უნდა წავსულიყავით სამებაში და გამოდიოდნენ მასწავლებელი გაათავისუფლეს კიდეც იმისათვის რომ ტაძარში წავიდა ყოველ აღდგომის სამშაბათს არის ხოლმე ჩვენთან სამებობა და აი ესეთი ის ხდებოდა ხოლმე იმდენად მტკივნეულ თემას რომ ვიხსენებ ხოლმე აი ჩვენი ბავშვობა არასოდეს ჩვენ ტაძარში ვერ მივდიოდით ხოლმე იმიტომ რომ სკოლაში პედაგოგები დღეს რო ბავშვებს არავინ არცენს იცი როგორ გვირტყავდნენ მე ჩემთვის გერდა ურწევს მაგრამ ყოველ შემთხვევაში ვინ წავიდოდა სამებაში იმას მეორე დღეს სამშობელი უნდა იყვანოს სკოლაში რაღაცა უნდა მომხდარიყო ხოლმე აი ესეთი ცუდი ეს იყო ტენდენცია იყო და ეს ჩვენი ბავშვები არიან ძალიან ლაღები ძალიან თავისუფლები ძალიან ლამაზები ძალიან კარგები და ასე ვთქვათ არც სიტყვა ეშლებათ არც პასუხი ეშლებათ და ნებისმიერ დროს შეუძლიათ პედაგოგსაც გაესაუბრონ ძალიან თავისუფლად და ყველა თემაზე ისაუბრონ ძალიან თავისუფლად არის ყველაფერს ამას ჩვენ მოკლებულები ვიყავით ბავშვებო და თქვენ ხართ არის ძალიან ძლიერები უნდა იყოთ ძალიან ლამაზები და ძალიან კარგები უნდა იყოთ იმიტომ რომ ეს მომავალი თქვენია შემოკარგებო და აი სწორედ თქვენი მომავლისთვის იღვწოდა ჩვენი პატრიარქი რომ მომავალი თაობა ყოფილიყო ღირსეული და თავისი ქვეყნის მოყვარული ყველაზე მთავარი უნაყვარებოდა ღმერთი, სამშობლო და ადამიანი. ჯერ უფალი უნდა გვყარებოდა, მერე სამშობლო და მერე რა თქმა უნდა ურთიერთ სიყვარულის პატივისცემა არ უნდა დაგვეკარგა არასოდეს. აი ესეთი ანდერძი დაგვიტოვე. სწორედ მაგის თქმა მინდოდა ეხლა ლალი მასწავლებელო და მადლობა რომ თქვენც გააჟღერეთ.
თუ კი ილია ჭავჭავაძემ დაგვიტოვა ანდერძად მამული ენა სარწმუნოება ჩვენმა პატრიარქმა ილია მეორემ, რომელსაც სულ მუდამ ხაზს უსვავს ხოლმე ლექსო მასწავლებელი და აი ალბათ არც ერთი ჩვენი შეხვედრა ისე არ გადის, რომ ეს არ გაგვახსენოს. აი ლექსო მასწავლებელი რო იტყვის ხოლმე გემრიელად ღმერთი სამშობლო ადამიანი. აი მუდამ უნდა გვახსოვდეს აი ეს სამი რამ, რითაც უნდა გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყანა. და კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ აი ეს დიდი დარიგებები დაგვიტოვა ბავშვებო პატრიარქმა, რომელსაც ყოველდღე უნდა ვკითხულობდეთ, ეპისტოლეები, აი არ ვიცი, მისი თითოეული ეპისტოლე არის უდიდესი სიბრძნე, რომელიც გაჯერებული არის სიყვარულით, რწმენით, თავდაბლობით, ღმერთის დიდებით, რა ვიცი, და სწორედ ერის ერთიანობაზე არის ორიენტირებული მისი თითეული ქადაგება და მისი თითეული ეპისტოლე. მათე, აბა რას გვეტყვი, მათე? მას დღეს არ არის ლექსო მასწავლებელი. ლექსო მასწავლებელს უჭირს ჩართვა მათე, ისეთ ადგილზე არის, რომ გვისმენს ახლა ჩვენ, ლექსო მასწავლებელი ჩვენს გვერდით არის, უბრალოდ ტელეფონი წვდომა არ აქვს ისეთი ინტერნეტის, რომ შეძლოს ჩართვა. სხვა ხომ არაფერი გვინდოდა მათე? არა. ამიტომ მე მთხოვა, რომ დღეს ეს შეხვედრა რაღაც პატარა მცირე დროის განმავლობაში თქვენს გვერდით ყოფილიყავი და მადლობა უფალს და მადლობა ლექსო მასწავლებელს, რომ ამის საშუალება მომეცა. და კიდევ ერთი, რომ ჩვენი პატრიარქი მუდამ ხაზს უსვავს და ამბობს, რომ ღმერთი არის სიყვარული. და ამიტომ მოგვიწოდებს სიკეთისკენ, მიტევებისკენ, ოჯახური სიწმინდისკენ და მადლიერებისკენ. აი ძალიან მიყვარს მისი ეს სიტყვები, რომ ყოველდღეო ყოველი გათენებული დილა ეს არის უდიდესი წყალობა უფლის და ამიტომ როგორც კი გავიღვიძებთ, აი დილიდანვე მადლობა უნდა უთხრათ და მადლიერი უნდა ვიყოთ ყოველი დღის გათენებისო და არასოდეს არ დაგავიწყდეთ ბავშვებო, რომ მადლობა უთხრათ უფალს, რომ დღევანდელი დღე კიდევ ერთი დღე გათენდა და კიდევ ერთი დღე გვაჩუქა. ასე რომ მოდით ერთი თავს აი გავკადნიერდები და ყველა შემდეგი შეხვედრისთვის ესეთი თხოვნა მაქვს, თხოვნით ვიქნები თქვენთან, რომ შემდეგი შეხვედრისთვის ერთი დარიგება ან გამონათქვამი მოვიტანოთ ჩვენი პატრიარქის. კარგით? კარგით. ერთი, აი თქვენ ყველაზე მეტად მოიძიეთ ერთი დარიგება, ან ერთი გამონათქვამი, თუნდაც ფრაზა მისი რომელიმე ეპისტოლიდან, შეგიძლიათ ამოიწეროთ თუ ვერ დაიზეპირებთ ბავშვებო და შემდეგ შეხვედრაზე ერთმანეთს მოდი ეს ჩვენი პატრიარქის დანატოვარი დარიგებები და ქადაგებები კიდევ ერთხელ ერთმანეთს გავუზიაროთ. არა მარტო ბავშვებმა, არამედ მოდი დიდებმაც აი ეს გავაკეთოთ, ხო? რადგან მისი დარიგებები არის სულიერი საზდო ბავშვებო, ჩვენი ერისთვის, ჩვენთვის და თითოეული მისი დარიგება ეს არის სიკეთის, მშვიდობის, ღვთისმიერი ცხოვრებისკენ მიმართული და ამიტომ ალბათ გვმართებს, რომ ერთხელ კი არა 10,000 ჯერ გავიმეოროთ და გაუზიაროთ და შევახსენოთ კიდევ ერთხელ ერთმანეთს აი ეს დიდი სიბრძნე, რაც დაგვიტოვა ჩვენმა პატრიარქმა. რაღაცას ამბობდით ლალი მასწავლებელო. ხო, აი მე ძალიან ბედნიერი ვარ, ისეთი გახარებული ვარ ბავშვებს ვეუბნები ჩემ მოსწავლეებს ამბავს, ხო, და ბედნიერება წილად, რომ ეპისტოლეების 3 წიგნი საჩუქრად გადაცემოდა ჩემ ბავშვებს და ახლა ვეუბნები ბავშვებს, ეს იყო უკანასკნელი საჩუქარი იყო, მეთქი თქვენთვის ბავშვებო, ეს არის თქვენთვის განძი და ამას უნდა მოუფრთხილეთ და უნდა ასე ვთქვათ შეინახოთ ისეთნაირი სასათუთი როგორც და მე ერთმა თქვა რომ ის ანა მარიას დები არიან ტყუპები და მითხრეს რომ მასწავლებელო თქვენ რო ისე დარჩითო ეს თქვენ წაიღებთ ერთი ჩვენ ერთის ვუთხარი არა ბავშვებს თქვენი საჩუქარია და თქვენ როცა გათხოვდები და ოჯახის ეხნა როგორც ვეფხის ტყაოსანი მიქონდათ სამბითოთ ეს არის თქვენი მზით ეს არის ყველაზე დიდი მზით იქნება თქვენს ოჯახში თქვენ წარსაღებად ხო და ლექსო მასწავლებელი კი ჩემპიონა და მაქვს იმედი რომ
გამოგიძებნიო და მე მეტყვი უძვედისო და რაღაცას გავახენ. თქვენ თუ გაქვთ ეს სამივე ციკლი? არა, მე არა მაქვს. ცოტა საი აქედან ისე მკითხულობ ხოლმე ტელეფონში ან ისე მეც არ მაქვს და პატარა ისინი კი გვაქვს რაღაცა ბროშურები იქაც არის ხო და ეს საინტერესოა ძალიან მინდა რომ კონდეს ეს ველოდები ბატონი ექსოსუარა და მე შევიძე არა მეც ძალიან რა ვიცი აუცილებლად ალბათ ეს ისეთი რამეა რაც ყველა ოჯახში უნდა იყოს როგორც მინდა როგორც ბიბლია ესეც ნამდვილად ჩვენთვის უკვე თანამედროვე ბიბლია ეს ჩვენი პატრიარქი სამ ეპოქაში ცხოვრობდით და მისი დაწერილი მისი ნააზრევი მისი არ ვიცი თუ ნაფიქრალი ყველაფერი და ეს არის გადმოცემული აი ამ წიგნებში და ეს აუცილებლად უნდა გქონდეს ჩვენი ეპოქის ადამიანის და ჩვენი სულიერი მამის მე მგონი დავემშვიდობოთ ხო ნანა მასწავლებელი კი დრო ვფიქრობ ჩვენ ვერ ამოუწურავია ეს თემა ამასაც ჩვენ საუბრობთ ყოველთვის ვცდილობ ხოლმე ბავშვებისათვის გასაგები ენით და ცოტა ისე ვისაუბრო ამიტომ რა ვიცი ესე მოვეფერეთ გარკვეულწილად ჩვენს პატრიარქს მოვესიყვარულეთ და აბა თქვენ იცით ის დიდი ანდერძი ის დარიგებები რაც დაგვიტოვა პატრიარქმა ღირსეულად შეგვესრულებინოს ყველას მიყვარხარ პატრიარქო ზე სადა ახლა კოშკის თავზე კოშკის თავზე თუა მე ვხედავ მზეს კი ხატია კოშკის თავზე სუსოია ექიმმა უთხრა მამას მზეს თუ ხედავს თუ სინათლეს დაუბრუნებო ხარტია იხუჭება ხარტია მაგნებო გამარჯობა თავისუფლად აბა ახლა გავიცნოთ ერთმანეთი მე ლევან გურიელიძე ვარ კაი გვარქოვეთ მასწავლებელი ლაპარაკი სამხედრო საქმეს უყვარს დისციპლინა ბოტანიკასაც უყვარს დისციპლინა ვინ თქვენს ბოტანიკის მასწავლებელი დაჭიქ მე მიყვარს დისციპლინა სიწყნარე ბუზის გაფერას რომ გავიგონებ კიდევ რა მიყვარს მოხარშის სწავლი არ გიყვარს ვინ იყო ეს ერთი რამ უნდა იცოდეთ მე მასწავლებლად არ დავბადებულ ვარ მე წარმოშობით ტანკისტი ვარ ზის გერმას სხვა მასწავლებელი არ გეკონოთ ხავს გაგაზრდით იცოდე ყველა მასწავლებელი მასი ამბობს აბა გადავდივარ 20 ეურის ფუნქციებზე თავდაცვის დროს აბაჰე რა არის 20 ეური? 10 ეურს მივმაგოთ 10 ეური იქნება 20 ეური. დაჯექი. ეს გერმანელების 20 ეურია. ეს კი ჩვენი. გაღმა ისინი არიან, გამოღმით ჩვენ. შუაში გამოგნარე გაღნიჩელი შუა ჩამოდი. ვიტყვეს? აჟებშაველა მას. დაჯექი. მე გერმანელი ვარ. და რას ვაკეთებ ახლა? ვინ მეტყვის? სარსაკაფულო. დაჯექი. წერილებსაც მას. ისვრით მასწავლებელი. მალადეც. ისვრით. ჩვენი 20 ეური ჩაწოლილია სანგრებში და მტერს ამოძრობის საშუალებას არ აძლევს. მტერი მაშვალ ძალას ითხოვს.
ახლა რას ვაკეთებ? ახლა მასწავლებელო ხელსაყრელთან მოი. დაიდა. დაჯერ გოგო შენ. რა მიყურებ სადღაც იქით? აგერ მიყურებ თვალებს. რა მოხდა ბავშვებო? მე ვერ ვხედავ მასწავლებელო. დამცინით? არა მასწავლებელო, მართლა ვერ ვხედავ. რა ქვია ბიზიკო შენ? ხატია. ვის დაყავ სკოლაში, იცი? სოსოს მასწავლებელო, ჩემი და ჩემი ძმა. აბა, მე განთავისუფლებ ჩემი გაკვეთილებიდან. ნუ ღარ მოხვალ დღეიდან. მე მინდა დავჭი და გისმინოთ. დარჩი ბიზიკო. დარჩი. ვერაფერს ვერ ხედავ. ზეს ვხედავ მასწავლებელო. ექიმმა უთხრა მამაზმი ზეს თუ ხედავს და სინათლეს დაუბრუნება. კი დაგიბრუნებს ბიზიკო, კი. მეც დავბრუნავდი სმოლენსკთან. ვერაფერს ვერ ხედავ. ზეს ხედავდით მასწავლებელო? ზეს ვხედავდი და დამიბრუნეს სინათლე. აბა მზეს მეც ვხედავ. რა ხართ ბიძიებო ერთმანეთის? არაფერი. მეზობლები ვართ. მე და სოსოი ერთ კლასში ვსწავლობთ. დიდი ხანია ბიძიკო, თვალები გტკივა? არ მტკივა. ისე ვერ ვხედავ, თორემ სულ არ მტკივა. მე ამ სიშოეზე რაფერ გამოგიშვეს სახლიდან არ შეეშინდათ? მამა სოსოესთან ერთად ყველგან მიშვებს. ეთყობა ძალიან გიყვარს შენი სოსოი. მაგი ყველას უყვარს. ფეხით კი არ მომყავს, ვირზე მიზის. ხო. ბაბილობიძე, რა ხვია თქვენ შვილს? რომლის სახელი გაინტერესებს ბიძიას შენ? დამცინი ბაბილობიძე. 20 წელიწადი. მე თვითონ ვეკითხებოდი, რომელიც სახელი ქვიათ მეთქი. 20 წელიწადი ორივე სევდა დედამისი, ერთი საშმაკობისათვის არ მოვტყუდებო. გაიხლა ხალო. ესეა ბიძიო, დილიდან საღამომდე. 3 წელიწადი არ გულთავდა ცევლა ამ ჩემი ცოდვით სავსეს. მეც კლავს და თავსაც იკლავს. გაგანუბიცოლა. მასე იყო ჩვენ სოფელში მეზობელი დაკარგული და გამოჩნდა. ბედნიერი დედამისი. რა სიწერება? იწერება კი არა, თვითონ ჩამოვიდა. ვიზი ამბობ ხატია? ვიზე და იაკით ეჯავოაშვილზე. არ გახსოვს ბიჭო? რაიო ბიძიკო, მე შენ თუ ელაბარაკე. რაო და ცუდათაო ჰიტლერის საქმეო. ძალიან ცუდათ არისო. ჩვენებს რაღაც იარაღი გამოგონებიათ. ქალის სახელი აქვს კატუშა. წვავს თურმე ყველაფერს. მაგი მეც გავიგე. მე თქვი სოსოია. შენი გარიყავი? არ გახსოვს? წვავსო ყველაფერსო. ჩვენ თვითონები ახლა ბერლინს ბომბავენო. მალე მეორე ფრონტი გაიხსნებაო. რა ისა მე მაღალაცხონებულა. მალეო. თქვი სოსოია კიდევ რა თქვა ვაჟიკომ? არ გახსოვს ბიჭო? რაო რა თქვა ხატია? რაო და ქვეყნის ქართველები იყვნენო ჩვენთანო. გონი ისიც თქვა ძმები იყვნენო. ძმები ხომ სოსოია? ვაში რო გაგიპია შუაზე ისე გავდნენ ერთმანეთს. ხო, ძმები. ტყუბები იყენო? ხო. გვარი არ მიკითხია. სახელები მითხრეზე დამავიწყდა. შენ არ გახსოვს სოსოია? არ მახსოვს ხატია. ცოცხლები თუ არიანო? იმათ რა მოკლავს ტყვია არ ეკარებათ. შვილო, წამოვალ თქვენთან ერთად.
მაჩვენე ის კაცი. სოსო, ერთი დღით არ იყო ჩამოსული? ხო, ერთი დღით. რა ვქნა ახლა მე? გაგანოვიცოლა. წერილის მიწას და ყველაფერს გაგიგებ. ღვთისმშობელო, შენი სახელის ჭირიმე. ტყუპები იყვნენ. მერტო. ბევრი ტყუპია ქვეყანაზე. და ყველა დედას უცოცხლე. მაგრამ ეს ორი ჩემი ბათვე და ნასი ექენი. Sneri bagana ismeti. Das ist ja gerade nachher. Ay, kuecip girebo. Mi barevit? Abizi ay balda dayıcı. აღარ გინდა ბაბილობიზია? აღარ მინდა. რატო ბაბილობიზია? ძვირია? არა, ბიზია, ძვირი კი არა, მაგრამ აღარ მინდა. რა შვები ბიჭო? აღარ მინდა ხომ მითხარ? არა, ბიზი, არა. მერტო მომყარი, მაინც რა იფიქრე ბიჭო. სიმის კი არ თქო? აი ჩეხმა და ბალდოძე იღე უკან თუ არა. სიმიდი რა შეგვათ მინდა? ბაბილობიზია. არ მინდა აბა სიმიდი. მე მათხოვარი კი არ ვარ. რა თქვი ბიჭო? არა, რა თქვი მეთქი? კაცმა, კაცმა, ორი გაგალი სიმინდი მიცეს, თხოვება, მაგი? გიგონე, ხადია, რა მუშვა პირიდან? ახსენია, ბიჭო? აცი, წადი. კონდეს მაჟე, წადი. წადი. ცა რა ფერისაა, სოსოია? ცა ლურჯი. ლურჯი, ლამაზია? ძალიან ლამაზია ხადია, ძალიან. ცისაფერს, უსაფერს, ხომ გახსოვს? ლამაზი როგორია, სოსოია? ლამაზი? ლამაზია ხადია? დიდრონი ცისფერი თვალები, შავი წამწამები, შავი წარბები, წაბლისფერი თმა, მაღალი ყელი. აი ისეთი ზუსტად შე რომ ახლა გეყურება ხატია. ესე იგი მე ვარ ცისფერი და ლურჯი? შე როგორი ხარ, სოსოია? მე მაიმუნი. მაიმუნი როგორია? მე რა ვარ, ზუსტად ისეთი. კიდევ კაი ხატია რო არ ხედავ. შენ კი ხედავ, სოსოია. შენ ხედავ და მზეს, მეც ვერაფერს. მერე და არ გეშინია, მამიდა. რის? რომ არ აიხილოს თვალი? კი მეშინია, მამიდა, კი. არა, მამიდა, არ მეშინია. ხატია ვერ გაძლებს უჩემოდ. ხომ ვერ გაძლებს, მამიდა? ვერ გაძლებს ოს. ხო და ვერც მე ვიცოცხლებო ხატიოთ. გესმის, მამიდა? მესმის ოსოი. ერთი ამბავი მოხდა კიდე ბეჟან. ვიცი გაგეხარდება. ხატია მამისმა ბათუმში წაიყვანა ექიმთან. ოპერაციას გაუკეთებენ და თვალები აეხილება. მერე შეხო იცი მე როგორ მოყარს ხატია. ცოლად მოიყვანა ბარას ვიზა. რომ არ აეხილოს თვალი? მამიდაც მაგას მეკითხება ბეჟანა, ყოველგვარ მეკითხება. მაგრამ შენ გონი არ მოიყვან? მაინც მოიყვან ბეჟანა, მაინც. არ შეიძლება ჩემი ცხოვრება უხატიოთ. არც ხატიას ცხოვრება შეიძლება უჩემოთ. აგორჯობა, სოსოია. რა ზაგეთე ბიჭო? არაფერს ოსიმებიძია ისე გამოვიარე.
ჩადი აბა ბესარიანი და ხატია ჩამოვიდნენ მერე წადი დიზია და შეეგებე კაიკეცი მალე სოსოია მალე ანდა გვართუ ჩაიბე სულ მოძგრად ხატია თვალახელი დაგხვდება ხატია ხატია ბესარიონ ვიზია რაო ბესარიონ ვიზია ხატია გაისად გაზაფხულზე ჩამოიყვანე წელს არ შეიძლებაო რა შვებისას როგორ ხარ ნუ გესინია ხატია გაისად გაზაფხულზე ხომ აგიხელს თვალს გაისათო სოსოია ნუ გესინია ხატია არ მიშინია სოსო იმან თორ აგიხილა მე აგიხელ ხატია დედას კეფიცები აგიხელ ვიცი სოსოია თუ გინდა არ აგიხილოს რა მოხდა მე ხომ ხედავ შენ კი ხედავ სოსოია აბა მეტი რა გინდა მეტი არაფერი შეხედე ხატია მზია მოდის